ცოტა შორის ტიპი მუშაობდა ერთი, ცოტა ხნის. დაიჭირეს. რაღაც პოლიციისადმი და უმორჩილებლობა თუ რასაც ახლა ყველას ედავებიან, რა? აქციებზე იდგა მოკლედ. ბიჭო, რაღაცას მაგონებს ეს ყველაფერი, რა, გეგონება აი სტალინის დროინდელი ტროიკები ხო გახსოვს? ნებისმიერ სიტყვაზე რომ რა ვიცი, ან ხრებდნენ, ან გასახლებდნენ. განსხვავება რა არის? ადრე ტვიტს ჭიდნენ, ახლა ფურცლით. ხო რა ფორმა შეიცვალა ამ ყველაფერმა. ანუ ეგ ბიჭი ხო დაიჭირეს. კიდე რამდენია ციხეში. და კაცშვილი ხმას აღარ იღებს. გეგონება არაფერი არ ხდება რა. ხო რა ვიცი, ხანდახან მგონია რომ ეს შიში მემკვიდრეობით გადადის, იცი? შიში, რომ ცხოვრობ და შვილსაც შიში ზრდი, არ ვიცი. ან ეს სასამართლოც რა არის, ან რა კანონია. და იცი როგორ რაღაცაა, გეგონება რომ ყველაფერი არის წინასწარ დაწერილი სცენარია რა. რაღაც სცენარია, მონახაზია და ამ სცენარს მიყვებიან რა. ხო, შეიძლება სცენარი დავარქვათ. ისიც სტალინის დროინდელი. რაღაც სამი ძირითადი სცენა. თავიდან ჩურჩული, სამზარეულოში ლაპარაკი, მერე დაკავება, ისევ შიში, მერე მორჩილება. გაქცევა. დანებება. ხო რა ვიცი, სამართალიც პირობითი გახდა. ძალაუფლე ხელისუფლება გეუბნება ჩუმად იჯექი, წყნარად, ხმა არ მოიღო, მაშინ კანონი არ შეგეხება. ამოიღებ ხმას და დაგიჭერენ. ჩაქსვავენ ციხეში და იქაც ჩუმად იჯდები. ანუ როცა მე ირჩევენ ამ სიჩუმეს რა, იმიტომ რომ უსაფრთხოა. ბიჭო, სულ მახსენდება ერთი ფრაზა იყო ესეთი წერალი რუსი სერგეი დოვლატოვი. საჩურის ის წავიდა საბჭოთა კავშირიდან, მე ამერიკაში ცხოვრობდა და მაგან ეგეთ რაღაცა დაწერა, რომ ყველას თანხვდებით, რომ სტალინი იყო დიდი ბოროტება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მე სულ მაინტერესებს 4 მილიონი დასმენა ვინ დაწერა. ვინ დაწერა? ჩვენ დავწერეთ. ყველამ ერთად. ხო. ნუ სხვა ასოებით. ეს მოსამართლეებიც მაგარი შეშინებულები არიან, რაღაცა დაურეკავს, შეაშინებს, რაღაცას ეტყვის და ეგ არის რა, განაჩენი მზადა. ეგ არის ის, რა თქვა, ტროიკა, სამეულები, ხო გერაფერი. რა ვიცი, სტალინის დროს აღიარებას მაინც გთხოვდნენ. მაინც რა, ახლა ვთქვით, აღიარებას როგორ გთხოვდნენ, ახლა გააწამებდნენ ხალხს და ისე აწერინებდნენ ხელს, მაგრამ უბრალოდ ის არის, რომ ახლა აღიარებაც არ არის საჭირო. მიიღებენ კანონს და მერე შეფუთავენ კოდექსით, კანონით, ფორმულირებით, რა ვიცი, აბა. და როგორ არის, იცი რომ თუ კანონს არ არღვევ, რა პრობლემაა? პარლამენტი მიიღებს ახალ კანონს, მოგარგებს, ისე რომ უკვე დარღვევა გამოგივიდეს და ეგ არის, გიჭერე, ციხეში ხარ. ანუ რეალურად კანონი ადგენს სამართალს და არა პირიქით. სამართლიანობა წვრილი ძაფია კანონსა და მორალს შორის. როდესაც ეს ძაფი წყდება, მოსამართლე კანონის დამცველად კი არა, სისტემის მსახურად იქცევა. ზუსტად ასეთ მოსამართლეებზე მოგიყვებით დღეს. მაშასე სტალინის წითელი ჯალათი ანდრეი ვიშინსკი, ჰიტლერის სისხლიანი ინკვიზიტორი როლანდ ფრეისლერი და პუტინის ზედ მოსამართლე იური მასინი. ამ ეპიზოდში გამოყენებული სიგარეტი არ არის ნამდვილი, ის არის სასცენო და ჩვენ მიერ შექმნილი. თუმცა, ეპიზოდის სპონსორი შეიძლება ყოფილიყავი შენ. ან შენ. ან შენ. მოკლედ. თუ ჩვენი დასპონსორება გინდათ და ადამიანის ჯანმრთელობას არ აყენებთ ზიანს, მოგმართეთ. ტელეფონის ნომერი დაიწერება აქ. ჩვენი პირველი გმირი, უпростоრად ანტიგმირი არის ანდრეი ვიშინსკი. ადამიანი, რომლის სახელიც უკავშირდება დიდ ტერორს.
რომელიც იყო რუსეთში, საბჭოთა კავშირში სტალინის დროს 30-იან წლებში. მართალია ფორმალურად მოსამართლე არ იყო მთავარი პროკურორი, მაგრამ მაინც იყო მთავარი ბრალდებელი, ხო? და იმ საშინელი სისტემის ერთ-ერთი ავტორი და არქიტექტორი. ვიშინსკის ბიოგრაფია უკავშირდება სამ ქალაქს. ოდესას, სადაც ის დაიბადა მე-19 საუკუნის ბოლოს პოლონელი ფარმაცევტის ოჯახში, ბაქოს, სადაც შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მის ცხოვრებაში და ბუნებრივია მოსკოვს. ოდესის შემდეგ ოჯახი გადავიდა ბაქოში, იქ ვიშინსკი დადიოდა გიმნაზიაში და გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისი, ეს არის დიდი ცვლილებების პერიოდი რუსეთის ისტორიაში და ვიშინსკი სწავლობს უნივერსიტეტში და თან შედის მენშევიკების პარტიაში. იმ დროს, როგორც მოგეხსენებათ, მენშევიკებს და სხვა პარტიების წევრებს დევნიდნენ მეფის რუსეთში და ბაქოში ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს, როდესაც ვიშინსკი ჩამოვიდა კიევიდან ოჯახი რომ მოენახულა, იგი დააკავეს და ჩასვეს ციხეში. აი ზუსტად იმ ციხეში, ბაილოვის რაიონის, ბაქოს ბაილოვის რაიონის ციხეში, ვიშინსკი შეხვდა სოსო ჯუღაშვილს. უბრალოდ კობას ესე ეძახდნენ მაშინ. ერთ საკანში აღმოჩნდა ორი ახალგაზრდა ადამიანი. მართალია სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდათ, იმიტომ რომ ვიშინსკი იყო მენშევიკების პარტიის წევრი, კობა კი სხვა პარტიაში იყო, მაგრამ ახალგაზრდები რაღაცნაირად დამეგობრდნენ, ბევრს საუბრობდნენ და როგორც ისტორიკოსები წერენ, გარდა ამისა, კობას ძალიან მოწონდა სახლში მომზადებული საჭმელი, რომელიც ვიშინსკისთვის მოქონდათ მისი ოჯახის წევრებს. შემდეგ ვიშინსკი ორივე პრინციპში გამოუშვეს ციხიდან, ვიშინსკი დაბრუნდა კიევში, მხოლოდ 1913 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და შემდეგ უკვე გაემგზავრა მოსკოვში. ეს არის პერიოდი, როდესაც 1917 წლის დასაწყისში თებერვალში მოხდა თებერვლის რევოლუცია, უკვე არის დროებითი მთავრობა, მეფე გადადგა და ვიშინსკი, რომელიც უკვე ცხოვრობს მოსკოვში, მუშაობს მოსკოვის ერთ-ერთი უბნის, უბრალოდ იაკიმანსკის უბნის პოლიციის უფროსად. ზუსტად ამ თანამდებობაზე მან გასცა ბრძანება მისთვის მინდობილ ტერიტორიაზე დროებითი მთავრობის განკარგულების შესრულების შესახებ. განკარგულება კი იყო ლენინის დაჭერა, როგორც გერმანიის ჯაშუშის. სხვათა შორის სტალინი, რომელიც როგორც გითხარით იცნობდა ვიშინსკის ჯერ კიდევ ბაქოდან, შემდეგ აი ამ ორ მომენტს მისი ბიოგრაფიიდან სულ გამოიყენებს კომპრომატად. ერთს რომ ვიშინსკი იყო მენშევიკების პარტიის წევრი და მეორე რომ მან გასცა ეს განკარგულება და ასრულებდა ამ განკარგულებას ლენინის დაჭერაზე. ბუნებრივია ვიშინსკიმ კარიერისთვის გადაწყვიტა რომ გამოსულიყო მენშევიკების პარტიიდან და შესულიყო ბოლშევიკების პარტიაში. საინტერესო ის არის, რომ რეკომენდაცია პარტიაში მისაღებად მას სტალინმა გაუწია. ძალიან იშვიათი შემთხვევა ერთეულებისთვის ჰქონდა სტალინს ესეთი რეკომენდაცია მიცემული, მაგრამ ვიშინსკის შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა. უკვე 30-იან წლებში ვიშინსკი იკავებს სხვადასხვა თანამდებობებს, არის RSFSR-ის პროკურორის მოადგილე, იუსტიციის ნარკომის, ანუ სახალხო კომისარის მოადგილე და შემდეგ ხდება უკვე საბჭოთა კავშირის პროკურორი. პროკურორის თანამდებობაზე ვიშინსკი გამოდის როგორც მთავარი ბრალდებელი ძალიან ბევრ პროცესზე 30-იანი წლებია, ჯერ დასაწყისი. აი რას წერდა მასზე ერთ-ერთი ისტორიკოსი. იმ დროს თითქმის ყველა გახმაურებულ სასამართლო პროცესზე ვიშინსკი სახელმწიფო პროკურორის როლს ასრულებდა. რუტინულ სასამართლო პროცესს ორატორული ოსტატობის მასტერკლასად აქცევდა. ძალისხმევას არიშურებდა და გააფთრებით აკრიტიკებდა მოღალატეებს, რომლებიც საბჭოთა სისტემისა და მისი ლიდერების
ხელყოფას ბედავდნენ. ხო, აი ზუსტად ეს იყო მისთვის დამახასიათებელი სტილი. კარგი ორატორი იყო, საკმაოდ განათლებული ადამიანი და ყოველი სასამართლო პროცესი, რომელსაც ვიშინსკი თავმჯდომარეობდა, იქცეოდა პერფორმანსად, შოუდ. შეიძლება ითქვას, რომ ვიშინსკი იყო იმ საშინელი სისტემის, იმ ტერორის ერთ-ერთი თანაავტორი, სხვებთან ერთად, ეჟოვთან, იაგოდასთან, სხვებთან ერთად, თანაავტორი და არქიტექტორი. ჩვენ ვახსენეთ სტალინის ტროიკები, ეგრეთ წოდებული სამეულები. რა იყო ეს? ეს იყო სასამართლოს გარეთ არსებული რეპრესიული ორგანოები, სადაც სახელიდანაც ჩანს, შედიოდა 3 ადამიანი. NKVD-ს, ანუ შინაგან საქმეთა კომისარიატის წარმომადგენელი, პროკურორი და პროკურორის და ოპკომის რაიონული კომუნისტური პარტიის ესე იგი კომიტეტის წარმომადგენელი. იმიტომ ერქვათ ტროიკები, სამეულები, ესე ვთქვათ. საშინელი რეპრესიული მანქანა იყო, რომელიც მუშაობდა 36 წლის ბოლოდან 38 წლის ბოლომდე, ანუ თითქმის კი არა, 2 წლის განმავლობაში. მაშინ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო ეჟოვი. სახელი საშინელი ადამიანი, ყველა მიცოდა მის შესახებ და ყველას ეშინოდა. როგორც გითხარით, აი ეს სამეულები, ტროიკები მუშაობდა 2 წლის განმავლობაში, მაგრამ მაშინაც კი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაიწყო ეს დიდი ტერორი, ხალხს აკავებდნენ, ასამართლებდნენ, ხრედნენ, ასახლებდნენ, გულაგების სისტემა, საშინელება ხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც მაშინაც კი პარტიის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ეს არ არის ეფექტიანი, ესე იგი, ორგანო. და ამიტომ მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მოქმედებდნენ ტროიკები და შემდეგ აი ამ ტროიკებმა შეწყვიტეს მუშაობა. სხვათა შორის ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ეჟოვი გადააყენეს მისი თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დანიშნეს ლავრენტი ბერია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად ვიშინსკიმ გაითქვა სახელი ეგრეთ წოდებული მოსკოვის პროცესების დროს. მოსკოვის პროცესები, რომელიც გაიმართა 36-დან 38 წლამდე, ეს იყო პროცესები, სადაც ასამართლებდნენ კომუნისტური პარტიის ყოფილ თეორეტიკოსებს და ლიდერებს. აი იქ ვიშინსკიმ გაშალა ფრთები, მთელი თავისი შემართებით, ორატორული ოსტატობით, ესე იგი გამოდიოდა ამ პროცესებზე. მაშინ გაასამართლეს ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, ყველას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მათ უნდოდათ სტალინის მოკლა და თან ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ზუსტად იმ წლებში მოკლეს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კალინინი. ამაში ადანაშაულებდნენ და ასევე ადანაშაულებდნენ შეთქმულებაში სტალინის წინააღმდეგ. მათ გარდა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ ეჟოვი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო აი ამ რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მთავარი შემსრულებელი, ორგანიზატორი, იაგოდა, გენრიხ იაგოდა და სხვები, რიკოვი, რაკოვსკი, რა ვიცი, რომელი ერთი. ესეც როგორი კლასიკაა, ხო? ისინი, ვინც ადრე იყვნენ მოსამართლეების, სადამსჯელო მანქანის უკან ვინც იდგა, დღეს საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ. კლასიკური ისტორიული მომენტია დღემდე, შეიძლება ითქვას, რომ დღემდეც ესეა. აი ზუსტად ამ პროცესებზე ვიშინსკი გამოდიოდა როგორც მთავარი პროკურორი, როგორც ამ პროცესების თავმჯდომარე და რა ვიცი, სიტყვას არ იშურებდა საკუთარი ყოფილი თანაპარტიელების წინააღმდეგ. 30-იანი წლების ბოლოს, უკვე 39 წლიდან ვიშინსკიმ შეიძლება ითქვას, რომ შეითავსა დიპლომატიური სამსახურიც. უნდა აღინიშნოს, რომ ვიშინსკი საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, რუსულის გარდა, ბუნებრივია
თავისუფლად ფლობდა ფრანგულს და პოლონურს და ძალიან კარგად ლაპარაკობდა გერმანულად და ინგლისურად. ზუსტად ამიტომ მან შეითავსა დიპლომატიური სამსახურიც და ვიშინსკი იყო ზუსტად ის ადამიანი, რომელმაც 1939 წლის 1 ნოემბერს, ანუ მეორე მსოფლიო ომი უკვე არის დაწყებული, გამოაცხადა დასავლეთ უკრაინის და დასავლეთ ბელორუსიის შეერთების შესახებ საბჭოთა კავშირთან. 40 წლიდან 1940 წლიდან ვიშინსკი ოფიციალურად გახდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარის მოადგილე. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ვიაჩესლავ მოლოტოვი, ზუსტად ის მოლოტოვი, რომელმაც ცნობილ მოლოტოვ-რიბენტროპის ზავს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 40-იან წლებში უკვე, როდესაც მიმდინარეობს ომი, ვიშინსკი უფრო მეტ დროს უთმობს დიპლომატიურ სამსახურს. საინტერესო მომენტი 1945 წლის მაისში ზუსტად ვიშინსკიმ ჩამოიტანა ბერლინში გერმანიის კაპიტულაციის აქტი, რომელსაც საბჭოთა კავშირის მხრიდან მარშალ ჟუკოვმა მოაწერა ხელი. ნიურნბერგის პროცესზე ვიშინსკი არ იყო მთავარი მბრალდებელი საბჭოთა კავშირის მხრიდან. მაშინ ამ როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი რომან რუდენკო. მაგრამ ვიშინსკი ნამდვილად ესწრებოდა ამ პროცესს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში. 40-იანი წლების ბოლოს, უпростоროდ 59 წელს, საინტერესო ეპიზოდი მოხდა. მოლოტოვი არის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ერთ-ერთ მიღებაზე, რომელსაც მოლოტოვის გარდა ესწრებოდა მისი მეუღლე პოლინა ჟემჩუჟინა, სხვათა ეს მისი ფსევდონიმი იყო, სინამდვილეში პერლა კარპოვსკაია ერქვა და ასევე ისრაელის მაშინდელი ელჩი გოლდა მაიერი. ნესერი იყო გვარად, მაგრამ შემდეგ გახდა გოლდა მაიერი, ისრაელის ძალიან ცნობილი პრემიერ-მინისტრი მომავალში. აი ამ მიღებაზე მოლოტოვის მეუღლე ესაუბრებოდა გოლდა მეიერს, რაღაცა ძალიან ისეთი, როგორც წერენ ისტორიკოსები, თბილი საუბარი ჰქონდათ და აი ამ მიღების შემდეგ მალევე პოლინა ჟემჩუჟინა დააკავეს. მოლოტოვი კი მოხსნეს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ჟემჩუჟინა გარდა იმისა, რომ მოლოტოვის მეუღლე იყო, გარდა ამისა, საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა მთავრობაში და კომუნისტური პარტიის ისეთი ერთ-ერთი ვეტერანი წევრი იყო. პარტიიდან გარიცხეს, თანამდებობიდან მოხსნეს და ჩასვეს ციხეში. რაში დაადანაშაულეს? ებრაელ ნაციონალისტებთან კრიმინალურ კავშირებში დაადანაშაულეს. აი ესეთი. სტალინი ბევრს არ ფიქრობდა, ვინ უნდა დაენიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. რასაკვირველია, ანდრეი ვიშინსკი. მისი ყოფილი მთავარი პროკურორი. ადამიანი, რომელმაც როგორც გითხარით, კარგად იცოდა უცხო ენა და სტალინს ჭირდებოდა ესეთი ადამიანი ამ პოზიციაზე. მაგრამ ამ პოსტზე ვიშინსკი მიმუშავა მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში. 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა. ამან ბევრი რამ შეცვალა საბჭოთა კავშირში. მოლოტოვი დააბრუნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევ მინისტრის პოსტზე, სხვათა მისი მეუღლეც გამოუშვეს ციხიდან 54-ში. ვიშინსკიმ კი თავისი თანამდებობა დაკარგა, მაგრამ არ დასაჯეს, ვიშინსკი მაშინ გახდა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი გაეროში. გაემგზავრა ნიუ-იორკში მეუღლესთან ერთად. იქ სხვათა შორის ამ თანამდებობაზე ისევ გამოიჩინა თავი, ხშირად გამოდიოდა, იცავდა საბჭოთა კავშირის პოზიციას. ამ თანამდებობაზე, რომელსაც დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იკავებდა, მან დამატებით 6 ორდენი, ლენინის ორდენი მიიღო. მაგრამ ყველაფერი დასრულდა 54 წლის ნოემბერში. 70 წლის ვიშინსკი ინფარქტით გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადმოასვენეს მოსკოვში და დაკრძალეს წითელ მოედანზე კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად. ანდრეი ვიშინსკი, მაღალი კაცი,
ძალიან ლამაზი პოლონური გვარით. მაგრამ პატარა კაცუნა. კიდევ ერთი პატარა კაცუნას ცახესის სახური. აი ესე შევა ისტორიაში. აქვე ვიტყვი, რომ ვიშინსკიმ გაითქვა სახელი არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მის შესახებ ჰიტლერმაც კი იცოდა. მას ჰიტლერი ადარებდა ჩვენი ეპიზოდის მეორე ანტიგმირს, როლანდ პრეისლერს, სახალხო სასამართლოს მესამე რეიხის სახალხო სასამართლოს მოსამართლეს. თავისი საბჭოთა კოლეგის მსგავსად ნაცისტი პრეისლერი გამოირჩეოდა ცისისხლიანობითა და დაუნდობლობით ბრალდებულების მიმართ და ძალიან ხშირად სხდომების დროს ღია დაცინვით მიმართავდა იმათ, ვინც საბრალდებო სკამზე იჯდა. მაშინ ასე როლანდ პრეისლერი. პრეისლერი დაიბადა გერმანიაში, მან ისევ როგორც ვიშინსკი მიიღო იურიდიული განათლება გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და პრეისლერი წავიდა ფრონტზე. იქ იყო დაჭრილი, ლეიტენანტის წოდებაც მიიღო, მაგრამ მალევე მოხვდა რუსების ტყვეობაში. ტყვეობაში პრეისლერმა გადაწყვიტა, რომ არ დაკარგოს დრო და სწავლობდა რუსულ ენას, ასევე კითხულობდა მარქსის და ენგელსის ნაშრომებს. ბევრი ისტორიკოსი წერს და ეს არის ძალიან საინტერესო ეპიზოდი პრეისლერის ბიოგრაფიაში. ისტორიკოსი წერს, რომ პრეისლერი გახდა ბოლშევიკების კომისარი. და როდესაც უკვე გაანთავისუფლებს ტყვეობიდან და 1920 წელს დაბრუნდა გერმანიაში, ის ვითომდა იყო რუსების ჯაშუში და იყო გამოგზავნილი გერმანიაში სპეციალურად, რომ იქაც, ესე იგი, მოეხდინა დიდი მსოფლიო რევოლუცია, ისე როგორც ეს 3 წლით ადრე მოხდა რუსეთში. არ ვიცი, ვერ დავდებ თავს, მაგრამ ბევრი ისტორიკოსი ამაზე წერს და იმასაც წერენ, რომ ჰიტლერი შემდეგ, როდესაც პრეისლერი გახდება მთავარი მოსამართლე, ხშირად უხსენებდა პრეისლერს მის აი ამ ბოლშევიკურ წარსულს. ხედავთ, როგორი პარალელია, ზუსტად ისევე, როგორც სტალინს ჰქონდა ეს კომპრომატი ვიშინსკიზე, რომ ის იყო მენშევიკური პარტიის წევრი, რომ მან გასცა განკარგულება ლენინის დაჭერაზე, ზუსტად ასევე ჰიტლერსაც ჰქონდა კომპრომატი თავისი ჯალათის, თავისი მსახურის წინააღმდეგ. აი ეს მისი ბოლშევიკური წარსული. ნაცისტური პარტიის სხვა ლიდერებს პრეისლერი ეზიზღებოდათ. ბევრი მათგანი მას ჯამბას ეძახდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჰიტლერის გარდა, ესე ვთქვათ, წყალობდა პრეისლერს, იყო ჰიმლერი. ვიშინსკის აპოთეოზი მისი კარიერის იყო, როგორც მოგიყევით, მოსკოვის პროცესები, სადაც გაასამართლეს კომუნისტური პარტიის ძველი თეორეტიკოსები, ხო, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, სხვები. აი პრეისლერისთვის ესეთი პროცესები უკავშირდებოდა შეთქმულებას ჰიტლერის წინააღმდეგ. ეს არის 1954 წლის 20 ივლისი. მაშინ ძალიან ბევრი სამხედრო დააკავეს და გაიმართა არაერთი სასამართლო პროცესი. აი ამ პროცესებზე პრეისლერი გამოდიოდა მთავარ ბრალდებელად, მთავარ პროკურორად, მოსამართლედ, ჯალათად. საშინელი ენით მიმართავდა აი ამ ბრალდებულებს. და ისიც არის ცნობილი, რომ აი ამ სასამართლო პროცესებს იღებდნენ და შემდეგ იყენებდნენ პროპაგანდისტული მიზნებისთვის და ჰიტლერს ცალკე აჩვენებდნენ და პრეისლერს რასაკვირველია უნდოდა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოეჩინა თავი. როგორც გითხარით, ჰიტლერი სულ ადარებდა პრეისლერს ვიშინსკის. სულ ამბობდა, პრეისლერი ჩვენი ვიშინსკია. მოწონდა ერთიც და მეორეც. ომის პრაქტიკულად ბოლომდე
პრეისლერი თავმჯდომარეობდა სასამართლო პროცესებს და ძირითადად ეს პროცესები უკავშირდებოდა 44 წლის შეთქმულებას. პრეისლერი გარდაიცვალა, დაიღუპა 1945 წლის 3 თებერვალს. წინა დღეს მან 3 სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა შეთქმულების მონაწილეებს. იმ დღესაც, თებერვლის ცივ დღეს, მან კიდევ რამდენიმე განაჩენი გამოიტანა. მაგრამ სასამართლოს შენობა დაიბომბა, ამერიკელები უკვე ბომბავდნენ ბერლინს. და პრეისლერმა ვერ მოასწრო სასამართლოს სხდომების დარბაზიდან ჩარბენა სარდაფში. იმ დღეს ბერლინში ჩამოვიდნენ როლფ შლაიხერის ქალიშვილი და ძმა. როლფ შლაიხერი წინა დღეს პრეისლერმა სიკვდილით დასაჯა. ქალიშვილი და ძმა ჩამოვიდნენ ბერლინში იმისთვის, რომ შეწყალება ეთხოვათ მოსამართლესთვის. მაგრამ ვერ მოასწრეს, როგორც გითხარით, ბერლინი იბომბებოდა. სასამართლოს ეზოსთან მისულებს მათ დახვდათ ესეთი სურათი, ეზოში რამდენიმე დაღუპული ადამიანი ეგდო. ვიღაცამ დაიძახა, ექიმი ხო არ არის, ექიმი, აქ მოსამართლეა დაჭრილი. როლფ შლაიხერის ძმა ექიმი იყო. მივიდა იმ ადამიანთან და დაინახა, რომ წითელ მანტიაში ის ადამიანი, რომელიც წითელ მანტიაში ეგდო ეზოს კუთხეში, როლანდ პრეისლერი იყო. მერე როლფ შლაიხერის ძმა წერდა, რომ არც კი ვიციო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, დაჭრილი რომ ყოფილიყო, ჰიპოკრატეს ფიცს შევასრულებდიო, დავეხმარებოდიო, თუ არა. ნინიცის, თქვენ როგორ მოიქცეოდით? ესე დაასრულა სიცოცხლე პრეისლერმა, ჰიტლერის ინკვიზიტორმა, ადამიანმა, რომელიც ყოველივე სასამართლო პროცესს ესეთ შოუთ, პერფორმანსად აქცევდა. მისი სიკვდილის შემდეგ ნაცისტებმა ძალიან პატარა ნეკროლოგი გამოაქვეყნეს, ჩუმად დაკრძალეს და ისიც არის ცნობილი, რომ პრეისლერის შვილებმა ომის დამთავრების შემდეგ გვარი შეიცვალეს. არც უნდოდათ მამის გახსენება. ესეც ხშირად ხდება ისტორიაში. გავიდა 10 წლეულები, პრინციპში აი ჩვენი ორი ანტიგმირი ერთ პერიოდში ცხოვრობდნენ, ხო? სტალინის, ჰიტლერის პერიოდი. გავიდა 10 წლეულები და ჩვენი მესამე ანტიგმირი არის იური მასინი. მისი სახელი არ არის ისეთი ცნობილი, როგორც ვიშინსკის და პრეისლერის, არ ვიცი, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მან გაითქვა სახელი ეგრეთ წოდებული თეატრალური საქმით. თავიდან მე ვთქვი, რომ მასინი არის პუტინის Z მოსამართლე. რატომ Z? იმიტომ რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ან როგორც რუსეთში ოფიციალური პირები ამბობენ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ინგლისური ასო Z გახდა აი ამ ოპერაციის მთავარი სიმბოლო. ამიტომ გაჩნდნენ Z მოსამართლეები, Z ბლოგერები, Z ჟურნალისტები. აი მასინი არის Z მოსამართლე. მაშასე თეატრალური საქმე. 2023 წლის მაისში რუსეთში დააკავეს ორი ცნობილი ქალი. თეატრალური რეჟისორი ევგენია ბერკოვიჩი და დრამატურგი სვეტლანა პეტრიჩუკი. დააკავეს სპექტაკლის გამო. და იური მასინმა დაახლოებით 1 წელიწადში ორივე ქალს მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს იყო ძალიან ხმაურიანი და გახმაურებული სასამართლო პროცესი. მის შესახებ გაიგეს არა მარტო რუსეთში, არამედ რუსეთს ფარგლებს გარეთ. ბევრი წერდა აი ამ აბსურდზე, რომელიც ამ სასამართლო პროცესზე ხდებოდა. მაშასე თეატრალური საქმე. 2020 წელს, ანუ აი ამ უვლენებამდე 3 წლით ადრე, ბერკოვიჩმა და პეტრიჩუკმა დადგეს სპექტაკლი, რომელსაც ქვია ფინისტი ნათელი შევარდენი. ეს სპექტაკლი მოგვითხრობს
რუსი ქალების შესახებ, რომლებიც უკავშირდებოდნენ ISIS-ის, ანუ ისლამური სახელმწიფოს წევრებს. რაღაცა მიწერ-მოწერა ქონდათ და შემდეგ მიდიოდნენ სირიაში, ალბათ, აი ამ თავის შეყვარებულებთან, ტერორისტებთან, ISIS-ის წევრებთან. სპექტაკლი არის ტერორიზმის წინააღმდეგ, რადიკალიზმის წინააღმდეგ. ეს არის სპექტაკლი გაფრთხილება. და იცით რაში მდგომარეობს აბსურდი? იმაში, რომ ბერკოვიჩი და პეტრიჩუკი დაადანაშაულეს ტერორიზმის, რადიკალიზმის და კიდევ საინტერესო ფორმულირებაა რადიკალური ფემინიზმის გამართლებაში. ყველაფერი ეს რუსეთში ისჯება. აბსურდული ბრალდება, სუპირიქით. სპექტაკლი არის ამის წინააღმდეგ, მაგრამ არა. როგორც გითხარით, მასინმა მიუსაჯა აი ამ ორ ქალს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. პეტრიჩუკი და ბერკოვიჩი დააკავეს დასმენით. დოვლატოვი, დასმენები, 4 მილიონი. დღესაც ხდება ეს. ზოგადად ახლა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაკავებები, აბსურდული ბრალდებები გახდა ნორმა თანამედროვე რუსეთში. არა ომს აკავებენ, პოსტს წერ აკავებენ. სპექტაკლი, რომელმაც 21 წელს არაერთი ჯილდო მიიღო. არის ესეთი იყო უბრალოდ ესეთი კონკურსი რუსეთში, ოქროს ნიღაბი და აი ამ სპექტაკლმა მიიღო რამდენიმე ოქროს ნიღაბი და აჯილდოვეს. აღიარეს, ხალხი ესწრებოდა, სხვადასხვა ქალაქებში აჩვენებდნენ. 2024-ში ამის გამო ავტორები ციხეში ჩასვეს. თქვენ ალბათ იკითხავთ რატომ? აი რა აბსურდია ეს. რატომ? იმიტომ რომ განსაკუთრებით ბერკოვიჩი იყო და არის სამოქალაქო აქტივისტი. გარდა იმისა, რომ ის არის თეატრალური რეჟისორი, არაჩვეულებრივი ქალი, რომელმაც სხვათა შორის 2 გოგონა აიყვანა ინტერნატიდან. ეს 2 გოგონა, რომლებმაც კოშმარული ცხოვრება გაიარეს ჟენიასთან შეხვედრამდე, დღესაც დედის გარეშე დარჩნენ, დედა ციხეში ზის. ხო, ბერკოვიჩი გამოირჩეოდა თავისი სიმამაცით, გამოირჩეოდა იმით, რომ არ მალავდა თავის სამოქალაქო პოზიციას. რო წაიკითხოთ მისი ლექსები, გაიგებთ, რატომაც აღმოჩნდა ჟენია ციხეში. ირონია იმაშიც არის, რომ ბერკოვიჩი არის უფლებადამცველების ოჯახიდან. ბებია მისიც, ნინა კატერლი, ისეთი ცნობილი უფლებადამცველი იყო. დედა მისიც, ლუდმილა ეფროსი, ისიც მთელი თავისი ცხოვრება რუსეთში იყო დაკავებული ადამიანების უფლებების დაცვით. და ჟენიაც უკვე მესამედ, ესე იგი აი ამ ოჯახში მოდიან და აკავებენ ადამიანს. ესეთი აბსურდი ხდება. ეს აბსურდი ყოველდღიურად ხდება რუსეთში. აი სულ ცოტა ხნის წინ, მეგონი აპრილში, გაასამართლეს საბჭოთა დისიდენტი. ადამიანი, რომელიც არაერთხელ იყო დაკავებული, იჯდა ციხეში, შემდეგ იყო მოთავსებული ფსიქიატრიულ კლინიკაში, ესეც სადამსჯელო ფორმა იყო საბჭოთა კავშირის დროს და დღეს გაასამართლეს ეს ყოფილი საბჭოთა დისიდენტი იმის გამო, რომ ომის საწინააღმდეგო პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში. იცით რამდენი წლით გაასამართლეს? 16-ით. 16 წლით ჩასვეს ციხეში. ესეთი მაგალითები არის უამრავი. ათობით, ასობით, ალბათ. ესეთი აბსურდი ხდება. და ბოლოს შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა ეპიზოდი მოსამართლეებზე, სასამართლიანობაზე, სასამართლო პროცესებზე, უბრალოდ სამართლიანობის უხეში დარღვევის მაგალითებზე. ჩვენი სამივე ანტიგმირი, ისედაც დღეს გიყვებოდით, უხეშად არღვევდა
სამართალს. იყო არა კანონის უზენაესობის, არამედ იმდროინდელი სისტემის, რეჟიმის სახური. გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა ეს ეპიზოდი იმის ფონზე, რაც დღეს ხდება საქართველოში. საქართველოს სასამართლო სისტემაში. ყოველ დღე ვხედავთ აბსურდულ სასამართლო პროცესებს, სადაც ღირსეული მოწმეების ან მტკიცებულებების არარსებობა ნორმა გახდა. საბრალდებო სკამზე სხედან ჟურნალისტები, ოპოზიციური პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები. საქართველოში ამჟამინდელი რეჟიმის ოპოზიციაში ყოფნა ნამდვილად საშიშია. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არანაკლებ საშიშია ამ რეჟიმის აშენება, მართვა და მხარდაჭერა. მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან აი ამ სისტემას, რომლებიც შეიძლება ითქვას, რა ვიცით, ფილად გრძნობენ თავს, რომ დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა ვიღაცა ადამიანებისთვის არ არის შექმნილი. თქვენთვისაც არის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა უფროსმა, რომლის დროსაც თქვენ კარგად გრძნობდით თავს, შეიძლება სხვა ადამიანების ბედსაც კი წყვეტდით, უცებ გადაწყვიტა, რომ წაგართვათ ყველაფერი. თქვენს ზუსტად აი ამ უკანონო სივრცეში აღმოჩნდებით. კანონისა და დემოკრატიის დაცვით თქვენ სხვას კი არა, პირველ რიგში საკუთარ თავს იცავთ. და მათ, ვინც აი ამ მოვლენებს გულგრილად უყურებს, მინდა შევახსენო, რომ ხვალ შეიძლება თქვენ კარზეც დააკაკუნონ. ხვალ შეიძლება ეს ყველაფერი თქვენს შეგეხოთ. ნუ გააკეთებთ ისე, რომ არავინ დარჩეს, ვინც თქვენ დაგიცავთ. და სულ ბოლოს არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. მადლობა ყველას, ვისაც აქვს გამოწერილი პროექტი 64 YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე. მოუყევით ჩვენს პროექტზე სხვებს. უყურეთ არა მარტო პირად საქმეს, უყურეთ სხვა პოდკასტებს. დღეს მინდა აღვნიშნო რეპორტერის დღიურები რეალური სასამართლო პროცესებიდან. ჩვენი ჟურნალისტი სოფო აფციაური აკეთებს ამ რეპორტაჟებს. უყურეთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.